მეგობრებო, მოგესალმებით. წაბიჭვარაოთ ცოტა ვარაოთ. გუშინდელი ამბების მერე. აბა როგორ ხართ? ესე იგი, მაშინ რაც დაიბოხო, აუთსაიდერები მეხამეტივი ცოდი. ეს იქით ადრე, მაგრამ კარგი ამბავი ამაში ის არის, რომ მაგრამ მაურია. დავიდა ცოტა იქ. უსაფრთხოებრივი ავიდა. კარგი ამბავი არის ის, რომ მარიამი არ არის აუთსაიდერებში და დავისვენეთ, მაგრამ არიან ლორენცო, ბუნდო და პარიზი. რაცა ჩვენ ვიცით, რომ ბუნდოს და ლორენცოს აქვს ჯარიმები, ხო, -2000 ხმა აქვთ. წავიდე ჩემი ანტონავა და სარეცკლა. ბუნდოს და ლორენცოს აქვს -2000 ხმა და ოფიცერს -3000 ხმა აქვთ და გიორგი პარიზს უკვე აქვს შანსი, რომ ცოტა წინ წაიწეს, იმიტომ რომ მაგას არ აქვს არანაირი მინუს ხმები. მერას მაურია ქალაქში და ხო, მაგას არ აქვს მინუს ხმები და დიდი შანსია, რომ პარიზმა ძამბავი ხმები დააგროვოს. ლორენცო არის ლიდერი ხალხო, რა თქმა უნდა, უბრალოდ მერის თქმა მინდა იცით, რომ რადგან ლორენცოს აქვს -3000 ხმა, ბუნდოსაც პრინციპში დიდი შანსია, რომ პარიზმა წაიწიოს წინ, თუ ამაში ის შადებს და ძალისხმევას. მე ვცხოვრობ საბურთალოზე. ლორენცო, რა თქმა უნდა, არის ლიდერი და ძალიან ბევრი მხარდაჭერი ყავს. უბრალოდ ყველამ ესე ვიფიქროთ, რომ ლორენცო მაინც ლიდერია და აღარ მოვინდომოთ, ძალიან დიდი შანსია, რომ პარიზი გახდეს ლიდერი, რაც ყოველ დაუშვებელია ალბათ. ჩემ ანასტასია სულ ჰაუსზე როგორ ანასტასია მომწერე რაზე გინდა რომ ვილაპარაკო და შენ რაზეც გინდა მხოლოდ იმაზე ვილაპარაკებ. გამარჯობა, ჰაუსი რა ადგილას არის? ჰაუსი არის რუსთავიორის შენობაში, ანჯაფარიძის 5 ნომერში. ცალკე სტუდია არის გახსნილი. წინა აუთსაიდერები ვიყავით სულ ქალები და ეხლა სულ კაცები არიან. პარიზთან მიდისო ლორენცოს ხმებიო, მეც გავტესტებ. ოკეი. მეც გავტესტებ ბევრჯერ და ჩემი ხმები მესენჯერიდან მიდის ლორენცოსთან, მაგრამ ძალიან ბევრი ამბობს, რომ ლორენცოს რა ვაძლევთ ხმასო, მიდისო პარიზთან, რა ვიცი, უნდა მივწერო, რამე უნდა ვქნა ხო ჰაუსის სახლია, არა, ჰაუსი არის ცალკე პავილიონის სტუდია აშენებული რუსთავიორის შენობაში. ადრე მანდ გადიოდა რაღაც შოუები და მე მგონი სერიალსაც იღებდნენ მაგ ადგილას და მე გადააკეთეს. ჩემი აზრით, ყველა ვარიანტში არის ისედაც წასასვლელია და თვითონაც უნდა ხახნა მაგას წასვლა, მაგრამ რა წამოვა თავში არ ვიცით, ხა იმდენი ვიღაცა უჩიოდა მაგას გარედან და რაღაცა ძებნაში ყოფილა თუ რაღაცა, რა ვიცი, 1000 ჭორები დაიხა მაგაზე. რაღაცა დასარალებული ხალხი ყოლია გარეთ და თავის შეაფარაო ჰაუსო, ვერ გეტყვით. მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, უბრალოდ ძალიან ბევრი მწესო, რას ქვია, ეგ როგორ გააჩერთ. მან და შენ რო აუთსაიდერად დაგსვა და წითელი დრო შემოვა, რატო არ წამოძახე და რატო არ მოსვი ადგილას, რომ თავის გადაგდებულ ხალხს მიხედოს, იმიტომ რომ არ არის ჩემი საქმე და თვითონ მიხედოს თავის გადაგდებულ ხალხს.
ფართიზე წავალ ხოლმე, ხო იცით როგორ მინდოდა ფართიზე წასვლა, უბრალოდ გუშინდელი ფართი ნახეთ. იქ მე ვერ გავერთობოდი, შანსი არ იყო. კარგად ნათია, მადლობა. აი, გუშინდელი ფართი რაც ვნახეთ, მუზეების ხალხნო მანდ ვერ გავჩერდებოდი. ეხლა ლაივზე მინდა მისვლა, მარიამი მომენატრა ძალიან და ვნახო. ფულის გადახდა უნდა მან შესვლაზე. არა, ფულს არ ვიხდით, უფასოა. მადლობა, კარგად. რატო ვერ მივიდოდი ხალხმა და ეგ სტილის მუსიკა თუ რაც არის ეგ პერფორმანსი მე როგორც იცით დიდად არ მომწონს, მაინც აქ დავაყენო ახლა ცოტა ხანი დამწყა. მაგ სტილის მუსიკა ხალხმა არ მომწონს, მე არ არის ჩემი გემონების და ისედაც იმდენი ხანი ვიტანდი მაგას და ეხლა კიდე ძართული იყო ჩემთვის ანუ მეგონა რომ მუზების ფართიზე იქნებოდა სულ მუზების სიმღერა და უბრალოდ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, უბრალოდ ჩემი გემონების არ არის და ისედაც იძულების წესით 3 კვირა ვუსმენდი მაგათ, 3 კვირა ხალხო კი ამ გაბრეკე მართლა ოღონდ. აი თქვენ წარმოიდგინეთ რა იყო ყველაზე რთული ჰაუსში. რა და იძულებით რომ გასმენინებენ იმ მუსიკას, ამათ შენი გემონების არ არის. და იმ ხუმრობებს რო გეუბნებიან და ასე შემდეგ, რომელიც შენთვის არის გაუგებარი. ეხლა კარგად ვარ, ხალხო გავდივარ რეაბილიტაციას, როგორც ხედავთ. თან საქმეებით, თან თქვენ გეჭორავებით ხოლმე. დაბრუნებაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა და არც არის ეს განხილვის საგანი. კი, შულები მყავს, ჩემთან რომელია კარგი წვილი. მან კარგი წვილი, რავდი, მარიამი და ჯავახოს ბალეში ყოფიცით. ჯგუფში ჩართვა არ მქონია, გუშინ უნდა მქონოდა და სამწუხაროდ არ მოახერხე და დღეს შეიძლება ჩავერთო. მარიამი არ გენატრება, როგორ არა ძალიან ვენატრება და მინდა რომ ლაივზე მივიდე და ვნახო. კი, ძალიან მინდა რომ მარიამი ვნახო. მარისაც მოვენატრებენ, ძალიან მიყვარს გოგო. იმიტომ რომ მაგ რაღაცებს უძლებს, ჯერ მაგიტოა დასაფასებელი. და ყველაზე ნამდვილი ადამიანი, ძალიან გულშემატკივრო ვიცით ახლა თქვენ მარიამს და არა, ტელეფონი არ ქონდა ხოლმე. დღეში შეიძლება დღეისე გასულიყო რომ საერთოდ არ მოეცათ, შეიძლება 9 საათი, შეიძლება 1 საათი და ჩელენჯები რო იყო ხოლმე რაღაცებს რო ვიგებდით ჩელენჯებში, საჩქარი იყო ტელეფონები 1 საათი. ქუთაისელებზე რა სიტყვა, ქუთაისელები ჩემი აზრით მაგათ ქუთაისელები არც უნდა ერქვათ, იმიტომ რომ ქუთაისი ხალხმა არის ძალიან განათლებული, ძალიან მაგარი ხალხის ადგილი და რაც შეეხება ზუკა გუგას, ისეთი უტაქტო დაუზრდელები არიან, ქუთაისიდან არა, ეგენი არიან გამოქვაბულიდან. ჰაუსი ნიოს ეს უნდა დაუბლოკოთ.
წამყვანი არის ნუკი, როგორც ვიცი, ნუკი ქვია. აკურატები უნდა დავბლოკოთ, რა თქმა უნდა. ჩემი მანქანაა საჭესთან ვარ ხოლმე ხშირად და ვარ ძალიან კარგი მცხოველი. ჩიკა ეგონა, სხვათა შორის. ალიკა, შენ რაზეც გადაწყვიტა, მხოლოდ იმაზე ვილაპარაკებ. ვეკრო რა კაი ქალი ხარ და რა გინდოდა ჰაუსში. აი, თუ რამეს ვაჭარბებ ახლა და თუ რამეს ვამეტებდე, მოკლედ, ჩემ მეგობრებმა რომ გაიგეს, რომ მე შევდიოდი ჰაუსში. გაგიჟდნენ, რომ ვაიმე გვანცა ეს არქნა და ვაიმე გვანცა ეს რა მოგივიდა და ვაიმე გვანცა ოღონდ ეგარა და ოღონდ არ გვანერვიულო და მერე რა თქმა უნდა რო შევედი, ვაიმე როდის გამოხვალ და გავიდა ერთი კვირა გაბათილდა ეს შედეგები, იცით ხო? იდე მეორე კვირას და მეორე კვირას იცით რა სულ აუთსაიდერი ვიყავი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასეთ ხალხში აუთსაიდერი რო არ იყო, იგი იქნებოდა გასაკვირი. და მეორეთაც რა ვიყავი აუთსაიდერი და როგორც იცით დაამტყობა პროექტმა და ჩემი მთელი სამეგობრო ამაზე იყო გლოვაში, რომ ვაიმე ეს როგორ ძლებ მან და აი ჩემ წერილები რო ნახო ვაიმე ცოცხალი ხარ მაგ ციოქში მაგ საქაჯეში და ასე შემდეგ პირდაპირ გეტყვით რომ ჰაუსი თუდად არ მახსენდება პრინციპში ერთი კვირაც არ არის რაც გამოვედი თუდად არ მახსენდება და ძალიან მაგარი გამოცდილება იყო თუმცა როგორც იცით, რო შევედით, ჩვენ არ ვიცოდით მონაწილეებზე არაფერი. აი, საერთოდ არ ვიცოდით არაფერი მონაწილეებზე და ეს იყო ყველასთვის სიურპრიზი და ნუ იყო საუბარი იქ, რომ ეს ქეთი ეგიდუნაშვილი დაუჩა, სითხოვდა ხალხი, რომ ძალიან საინტერესოა, ყველაფერზე იყო საუბარი, ნუ ჭორის დონეზე, მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ აი სუკაგუგა მუზეები ბონდოსნაი ადამიანი თუ არსებობდა ურთიერთობა და კომუნიკაციის დონეზე კი არა, საერთოდ თუ არსებობდა, არც ვიცოდი. და თქვენ წარმოიდგინეთ მე როცა ეს დაისტრესენ და თავის თავი გამოავლინეს, მე რომ ნელა წამოვიდა მათი ეს ბონდო მართლა საშიში ადამიანია გიორგი ძალიან არაადეკვატურია და მან ისაუბრა თავის ადიქციებზე ანუ დამოკიდებულებები აქვს და როგორც ვიცი მკურნალობის ეტაპზეა თუმცა ჩვენ არ შუაში ვართ და ჩვენ რა დავაშავეთ ჩაუსი მომენატრეთ ძალიან აუცილებლად უნდა მოვიდე ლაივზე მარიამიც მომენატრა ლორენცოს და ბონდოს წინავთ ერთ ოთახში ხალხნო როგორ ანაირად ლორენცო როგორ ძლებს ეხლა გადავიდეთ ლორენცოზე მოკლედ როგორც იცით არასდროს არ ყოფილა არავისი მოკავშირე და მით უმეტეს არც ლორენცოსი და არც რომელიმეს მათგანის თუმცა ჰაუსში ყოფნის დროსაც და ჰაუსის გარეთაც ხედავ რომ ეს კოალიცია მართლა ძალიან გიჟებივით არიან რა და აი რა ვიცი რასაც ლორენცო უძლებს კიდე ყოჩახჭე მარტო იმიტომ არის დასაფასებელი რომ ბონდოს ჩამოხსნა ნიღაბი და ძალიან მალე ფსევდო იუმორისტებს
გამოქვაბულიდან გამომხარ ზუყა გუბასაც მალე ჩამოხსნის ნიღაბს მე თუ კითხავ უკვე ჩამოხსნა არ მომბეზრდა ჭორაობა ძალიან მომწონს ჰაუსის გულშემატკივრებთან ურთიერთობა მარიამის გულშემატკივრები ინსტაგრამზე ძალიან მიყვარს ძალიან არ მომბეზრდა და ძალიან მომწონს ჰაუსზე ლაპარაკი მეგობრებო ხოდა ჯერ მარტო რასაც ლორენცო უძლებს ახლა ეს კოალიციის ნამოქმედარია ხვდებით ხომ კოალიციამ გადაწყვიტა რომ ესე უნდა ყოფილიყო და მე მართლა მგონია რომ პარიზი დატოვებს აუს ამ პარასკევს და თვითონაც უნდა წასვლა და არც რეიტინგული არ არის და ასე შემდეგ მაგრამ როგორც გავიგეთ მე არ ვარ ნამყოფი არ ვიყავი ახლა გუშინდელ პარტიზე მაგრამ როგორც გავიგეთ დიასამისულა გაუყვანია ეს ზუკაგუგა ცალკე და რაღაცა დირექტივები მიუწია როგორ უნდა მოიშორონ ალბათ კონკურენტი როგორ გავიდნენ ფინალში და ასე შემდეგ გეთანხმებით მე თუ მკითხავთ ბონდო პროექტისთვის ძალიან საინტერესოა და პროექტი დატოვებს ბონდოს აქედან ვეკეთოთ იმიტომ რომ ეს ეპატაჟური გამოხტომები და რაც არის ხო ყურებადია გულებს მიგზავნით ძალიან დიდი მადლობა კი რეზი გეთანხმები აბსოლუტურად რომ სანახაობრივად ბონდო პროექტ ძალიან აწყობს იმიტომ რომ იქ ხან ფლამინგოსავით ამოხტება საიდანღაც მიდან ხო იქ გადაირევა გადმოირევა და ასე შემდეგ თუმცა სიმართლე გითხრათ მე ბონდოს წასვლა პროექტიდან არ მინდა და რატო? იმიტომ რომ უფრო კარგად გამოვლინდეს, როგორი გასხიოსნებულია ადამიანი უფრო კარგად ჩანს. და ლელუზეც გეტყვით ერთი-ორ სიტყვას, მოკლედ ვიდეოები რაც დაიდო. ბონდო არის ჩემი აზრით ლელუ I'm sorry but ჩვეულებრივი ნახევარ ქათამა, ხო? შოუსთვის ძალიან მაგარია, კი ბატონო, მაგრამ როგორც ლელუ ამბობს, მაგარი მამაკაცი კი არ არის, ჩვეულებრივი ნახევარ ქათამა. მის კოჩა ლელუს და ეხა ეს ლელუ ოღონდ მარტო არ იყოს იქ და ოღონდ ვინმესთან ერთად იყოს და ძალიან მოსწონს ბონდოსთან ერთად ეგრეთ წოდებული ჩასასწავება დვიჟენია თუ რაც არის და ლელუსთან ერთად ნახევარ ქათამა ბონდო ერთი მთლიან ქათამს შეადგენს რატომაც არა ხო და რა ვიცი ლელუ და მოკლედ ბონდო ძალიან კარგად ავსებენ ერთმანეთს უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ ლელუს მოწონს ბონდო იმიტომ რომ ესეთი სიმპათიური გოგო ხარ ესეთი ფორმები გაქვს დღეში 2 საათი მარტო თმას ივარცხნის ანუ წესრიგდება ეს გოგო რაღაცა ხარჯავს თავის თავზე და ბონდო როგორ უნდა მოგეწონოს ბონდოს ძალიან დიდი შანსი აქვს რომ გავიდეს ფინალში რა თქმა უნდა ლელუს მოწონს ლორენცო ლელუს ლორენცოს მოწონებას უფრო დავიჯერებ ვიდრე ბონდოს მოწონებას უბრალოდ ლელუზე რას ვიტყვი იცი ნუ მან ნახეთ რომ ყველა იყო ორ-ორი ჯერცი ეს მუზებიც ორნი არიან ეს ზუკაგუგაც ორნი არიან მან მარტო ეს თქვათ სოლო მებრძოლი არის ლორენცო და ლელუს ძალიან უნდოდა ბევრ გამომწერებიან მარიამ ლამაზთან ჩასასწავება მაგრამ არ გამოვიდა იმიტომ რომ მარიამ ლამაზი მაგ პროექტიდან საერთოდ წავიდა და შემოსulis დღიდან რომ დაწვა და დაიწყო ტირილი არც გაჩერებულა და რაც გავედი სულ მაგაცე ვჭორაობ მეტი საქმე არა მაგალითად და ძალიან მომწონს არ მომბეზრდა კი ბატონო ხო და ამ ლელუს ძალიან უნდოდა ვინმეს მხარდაჭერა ანუ მარტოვისგან და მარტოსულობისგან როგორ შეიძლება ადამიანი ისე გაიტანჯოს რომ
ბონდოსთან დაწყვილდეს თუ რაც არის დაუჯერებელია ჩემთვის. გული მაჩვენეო. ის ახეთ ხალხს აქვს მაკერები და გულს რო გაჩვენებ დავწი. ლორენცოს სექსისტური განცხადებები მე ადგილზე მქონდა გაპროტესტებული და რაც სათქმელი იყო ვუთხარი და ლორენცოს დამცველად მე ვერ გამოვდგები თავის თავს თვითონ მიხედოს. სექსისტურ და რაც შეეხება ლორენცოს სექსისტურ გამოხტომებს, ლორენცოზე ბევრად სექსისტური გამოხტომები ქონდა ბონდოს, ვუკა გუკას და კიდევ ვინ გვყავს სხვებს. და თქვენ წარმოიდგინეთ, ლორენცო ყველაზე სექსისტი არისო მანდ და ყველაზე მიზოგინი არისო მაშინ, როცა არ ვიცი, ამ გამოქვაბული და გამომწყარი გუგას გამონათქვამებზე, არ ვიცი, ეგეთი უზრდელი და უტაქტო ხალხი არ ვიცი. კუხნაში არ შევალ, მამა შენი შევიდეს. გუშინ ფართიზე რატო არ წავედი ხალხო და მუზების ფარტი იყო, ანუ ბოსები იყვნენ მუზები და მეგონა რომ სულ მუზების სიმღერები იქნებოდა და უბრალოდ ეხლა რეაბილიტაციას გავდივარ 3 კვირა ზედიზედ ვუსმენდი იძულებით წესით მუზების სიმღერას და ეხლა უკვე აღარ შემიძლია. ლელუს არაფერში არ ვადანაშაულებდი გარდა იმისა, რომ ფრონტო როცა საუბრობდა ესე საზისხად მის გვერდით იჯდა და მის გვერდით საუბრობდა, ანუ ხვას უბამდა ესე ვთქვათ და ლელუსთან არანაირი კონფლიქტი პირადი ლელუსთან არ მქონია. მხოლოდ მუზების სიმღერას ჩუმად ვუსმენ თუ არა. სხვათა შორის იმდენი ხანი მქონდა აკვიატებული, რომ და მივიწოცა ხოლდა და ანუ დღეში რამდენჯერ ვუსმენდი ხალხმა თქვენ არ იცით და აკვიატებული მქონდა და მეც ვღეროდი ხომ მაგას მაგ სიმღერებზე ვცეკვავდი, ქაუში ვღეროდი მაგეთი კაბებიც ჩავიცვით ყველაფერი, ანუ არაფერი მალე შემოდგომა მოვა ნეკნები ხო ეს დამტრეული ნეკნები რა ნახწები ნეკნები დავდგენებ ანუ ნახეთ ჯერ ის რა არის რომ TikTok-ზე გვხდება წარავარა ხო ეს სიმღერა და თქვენ წარმოიდგინეთ ლაივში რო გასმენინებენ ამას დღეში რამდენჯერ ძალიან პოზიტიური გოგოები კი არიან ხალხო მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ისეთ მუსიკას და ისეთ სიმღერას გასმენინებენ რომელიც თქვენი გემოვნების არ არის იძულებით ხო გარეკავთ